თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიით. სიტყვაი ესე, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა, რაითა არა ხოთ წინაშე კაცთა სახილველად მათ და 6:1. თარგმანი, ვინაითგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოისა მოქალაქობისაი და უჩვენა გზაი სისრულისაი, რაც კვალად ხელყოფს ვნებასა მასცა, ყოველთავ ნებათა უმძლავრესსა, უჩინო ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდად მზუაუბრობაი, რომელი იგი შეუდგს და თანახყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაითამცა ცუდყვნაშ რომანი მათნი. ხოლო პირველითგან არა ითქვა ამისთვის, რამე თუ არცა სახმარიყო პირველ სწავლისა ყოფად კეთილისა თქუმად, თუ ვითარითა გონებითა უხმს ქმნაი. ხოლო ვინაითგან ასწავლა სათნოებაი, რაც იოტებს ვნებასაცა, მავნებელსა სათნოებათასა, რამე თუ მაშინ მოვალს ესე ბრძოლად ჩვენ და, ოდეს ვაჩვენოთ მოუაწებაი და მოქალაქობაი სულიერი. და კეთილად ყო მაცხოვარმან, პირველად დახნერგა სათნოებაი და აწაღმოჰფურის ეკალსა მას და კუროის თავსა, განმახმობელსა სულიერისა მის ნერგისასა. და იხილე ვინაი იწყო, მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამე თუ უფრო ის ყოვლისა ამათ სათნოებათა თანაჩვეულ არს ზუაობაი მახლობელობა და განრყუნად მათისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხვია, რომელი იტყოდა, ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ლუკა 18:12 და ლოცვასა მას შინა ზუაობდა და მაჩვენებლობით იქმოდა. და გულისხმა ყავს სიტყვაი ესე უფლისაი, ვითარ იწყო, ვითარცა მხეცისა რაისამე მძვინვარისათვის, ანუ მპარვისა ღამით მკრეხველისა. ესრეთ განგვაკრძალებს და იტყვის, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა, რამე თუ მხეცი ესე და მპარავი უცნაურად მოვალს და ყოველსა ნამუშაკევსა ჩვენსა წარიპარავს და საუნჯესა მას სულისა ჩვენისასა სრულიად ცარიელსა დაუტეობს. ვინაითგან უკვე მრავალი წარმოთქვა მოწყალებისათვის უფალმან და ღმრთისა სახიერებაი სახედ მოგუცა, რომელმან აღმოაბწყიმის მზე ბოროტთა ზედა და კეთილთა, შეადარე მათე 5:45 და ყოვლით კერძო გუამცნო შემკობაი სულთა ჩვენთაი ყვავილითა მოწყალებისაითა, ამისთვის განგვაკრძალებს სიმყრალისა მისგან ზუაობისა და იტყვის, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა, რაითა არა ხოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა. და საგონებელ არს ორივე ესე ერთად, წინაშე კაცთა და სახილველად მათა. გარნა არა ერთ არს, არამედ ფრიადითა სიბრძნითა და სახიერებითა განგვაკრძალებს, რამე თუ იქმნების წინაშე კაცთაცა არა სახილველად მათდა, და კვალად იქმნების არა წინაშე კაცთა სახილველად მათდა. ამისთვის არა საქმესა მას, არამედ გონებასა გვირგვინისა გინა თუ სასჯელისა ღირს ყოფს. რამე თუ უკვე თუმცა არა ესრეთ გამოცულივით ეთქვა მრავალნიმცა უდები ქმნეს ყოფად მოწყალებისა, რამე თუ ვერ შესაძლებელი არს მარადის დაფარვაი ქველის საქმისაი, რაითამცა ვერ ვინიხილა. ამისთვის აღიღებს ამას სიძნელესა და არა საქმესა, არამედ გონებასა მას მოქმედისასა მისცემს ბრალსაცა და მადლსაცა, და რაითა არას თქვა ვითარმეთ, რა იყო მე, უკვე თუ ვინიხილოს. ამისთვის გეტყვის, არა ამას ვეძიებო, გარნა გონებასა შენსა და სახესა მას საქმისასა, რამე თუ მესულისა შენისა იმ ნებავს ვნებათაგან განწმედად, ამისთვის ვთქვ, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა არა ყოფად წინაშე კაცთა სახილველად მათდა. უკვე თუ სახილველად კაცთა იქმოდით, გინა თუ წინაშე კაცთა ჰქმნეთ, გინა თუ არა, ცუდ არს შრომაი თქვენი და ამაო, რამე თუ სასყიდელი არა გაქოს მამისა თქვენისაგან ზეცათა ისა. სრულიად განაგდო მაჩვენებლობისა საქმე და გამოაჩინა დიდი იგი ზღვევაი, ოდეს საქმე კეთილი ვქმნათ და სასყიდელი არა მოვიღოთ. ხოლო მამაიცა ზეცათა იახსენა, რაითა უმეტესად საკდემლყო სიტყვაი იგი, რომელ სასყიდელი დაგუჭირდების, და სასყიდელი ვისგან. მამისა მისგან ზეცათა ისა.
და სამართლად ვინაიდან იგი არის სასყიდლის მომცემელი და ჩვენ სხვათა ვეჩვენებით და არა მას, რომელიც სასყიდელს ამოგუცემს. ეს რეთ გვიჩვენა რა იზღვევა იგი და საუნებელი მაჩვენებლობისაი, კვალად განავრცელებს მოძღვრებას ამას და იტყვის. წახ არებაი, ხოლო რა ჟამს იქ მოდი ქველის საქმესა, ნუ ხადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყვით თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი 6:2. თარგმანი, კეთილად და სამართლად ორგულ უწოდა მათ, რამე თუ გარეშე სახე მათი ჩანს, თუ ღმრთისათვის იქმან, ხოლო გონებაი მათი ქებასა კაცთასა ეძიებს, პირი მათი მოწყალებისაი არს და გული მაჩვენებლობისაი. აჩვენებენ, თუ მოყუსისა წყალობისათვის იქმან, ხოლო იგინითვის ისა ქებისათვის მისცემენ ქველის საქმესა, ამისთვისცა მიუღებიეს სასყიდელი მათი მათგან, რომელთაცა ეჩვენებიან, რამე თუ არა მიცემასა საფასისასა ეწოდების ქველის საქმე. არამედ ოდეს ვითარიგი ჯერ არს, ეგრეთ მიეცემოდის. ეს რეთ გამოაჩინა რა იმ აჩვენებელთა ორგული ქველის საქმე და საცნაურ ყო ვითარმედ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი, კვალად იტყვის, თუ ვითარ ჯერ არს მიცემაი ქველის საქმისაი, ისმინე და ისწავლით ძმაო. წახ არებაი, ხოლო შენ რა ჟამს ყოფდე ქველის საქმესა, ნუ სნობ მარცხენე შენი, რასა იქ მოდის მარჯვენე შენი, რაითა იყოს ქველის საქმე შენი ფარულად 6:3-4. თარგმანი, კვალად აქა არა ხელსა გვაუწყებს მარჯვენესა გინა მარცხენესა, არამედ ხნებავს ჩვენებად, ვითარმედ ეგოდენ გარდამატებულად თანანადებ არს ფარულად ქმნაი ქველის საქმისაი, ვიდრეღა შესაძლებელი თუ იყო, რაითამცა თავსაცა შენსა დაუფარე. ნუ უდები ქმნები, დაღაცა თუ ხელთამებ შენთაგან რომელნი მსახურებენ ქველის საქმესა, ძალგედვას დაფარე, რაითა ვცნათ, ვითარმედ უკვე თუ თავთაცა თვისთაგან კეთილ არს დაფარვაი, უკვე თუ შესაძლებელი ყოს ხრაი ვინ თქواس გარეშეთა კაცთათვის. ხოლო არა ესრეთ არს ძალი სიტყვისაი ამის, ვითარცა ვიეთმეთ ქვეს, ვითარმედ, მარცხენისა მიერ უკეთურთა კაცთა მოასწავებს, რაითა მათ არა ვაუწყებდეთ ქველის საქმესა ჩვენსა, რამე თუ ბრძანება იმისი ყოველთაგან დაფარვასა ქველის საქმისასა გვამცნებს, რაითა იყოსო ქველის საქმე შენი ფარულად. და მერმე გვიჩვენებს მომცემელსა მას სასყიდლისასა და მხედველსა და ფარულთასა, რაითა გულისხმა გვიყოს, ვითარმედ ყოველსა ადგილსა არს ღმერთი და არარაი დაეფარვის მას. და ვითარმედ საქმეთა ჩვენთა მოსაგებელი არა ამას საწუთროსა განწესებულ არს. არამედ საშინელი საბჭოი მიმელისგან რაივიდეთ ამიერ და მოსაგებელი ყოველთა საქმეთა ჩვენთაი, კეთილთაცა და ბოროტთაცა მუნ დამარხულ არს და არარაი დაშთების მუნ გამოუცხადებელად, დაღაცა თუ კაცთაგან დაფარულ იყოს. რამე თუ ესე ყოველი მოასწავა სიტყვით ამით, რომელი თქვა. წახ არებაი და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულსა, მოგაგოს შენ ცხადად 6:4. თარგმანი, დიდი და პატიოსანი სახილველი შეგიმზადა შენ, ვითარმცა გეტყოდა, რა იგნებავს, კაცო ესე გწადისა, რაითა ქველის საქმესა შენსა მრავალნი ხედვიდენ. მე გიჩვენე მხილველნი სათნოებისა შენისანი, არა ანგელოზნი ხოლო და მთავარ ანგელოზნი, არამედ თავადი ღმერთი ყოველთა ხედავს ქველის საქმესა მას, უკვე თუ კაცთა ჩვენება იგნებავს, არცა იგი დაგაკლოს შამსა მარჯვესა, რამე თუ უკვე თუ აწუჩვენებდე კაცთა. კაცსა კაცსა ანუ ოცსა, გინა თუ ასსა უჩვენო საქმე იგი, ხოლო აქა თუ ესწრაფო დაფარვად, მაშინ ქადაგოს ღმერთმა სათნოებაი შენი, ოდეს შეკრბენ ყოველნი ანგელოზნი და კაცნი ერთბამად. აც უკვე გნებავს თუ რაითა კაცნი ხედვიდენ ქველის საქმესა შენსა დაფარე იგი ამას შამსა, რაითა მაშინ დიდითა პატივითა იხილონ იგი ყოველთა, ოდეს ღმერთი ქადაგებდეს მას და უჩვენებდეს შესაკრებელსა მას დიდსა. და წინაშე ყოველთასა გვირგვინოს ანყოს, რაითა უკვირდეს ყოველთა ბრწყინვალებაი შენი.
ვინაიდან უკვე ესე ესრეთ არს და ღმერთი ხედავს ყოველსავე და ეგულების მას დღესა სასყიდლისაცა მრავალწლისა მოცემად და ყოველთა ზედა გამოცხადებად სათნოებათა შენთა დიდი უგუნურება იარს. უკვე თუ ეჩვენებოდი ხუთთა გინაათთა კაცთა და იგი ყოველი დაგჭირდეს და გესმას, მიგიღებიეს სასყიდელი შენი. არავისი ჯერ არს უკვე ჩვენებად გარნა მამისა მის სეცათა ისა რომელი ხედავს დაფარულთა და უფალარს გვირგვინისა მოცემად და სასყიდლისა მოუგონებელისა. უკვე თუ არა მას უჩვენოთ არამედ კაცთა ყოველივე წარუწმიდოთ ყოველივე დაგუჭირდეს რაღაცა თუმცა დაჭირვება არა იყო. არავე სიცოცხლე არს დატეობა ის სახილველისა მის უხილავთა მხილველთა ისა და სახილველისა ამის ხილულთა და მოკვდავთა კაცთა ის არჩევად. ვინ არს უბადრუკი იგი რომლისა სიქველესა მეფე მივიდოდის ხილვად და მან დაუტეოს იგი და წარვიდეს სახილველსა გლახაკთა და შეურაცხთა კაცთასა და მათ ეჩვენებოდის. ამისთვის უფალი გვიბრძანებს არა ხოლო მათ ჩვენებლობისაგან რიდებად, არამედ ყოვლითაცა მოსწრაფებით და დაფარვად ყოველთავე კეთილის საქმეთა ჩვენთა და ითქვის. წახარებაი და რაჟამ სილოცვიდე არა იყო ეგრე ვითარცა იგი ორგულნი, რამე თუ უყვარ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაი და ლოცვაი, რაითა უჩვენონ კაცთა. ამენ გეტყვით თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამ სილოცვიდე, შევეც საუნჯესა შენსა და დახაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად და მამამან შენმან რომელი ხედავს დაფარულთა მოგაგოს შენ ცხადად 6:5-6. თარგმანი კვალად ამაცა ორგულად სახელს დებს და სამართლად რამე თუ იჩემებენ ღმრთისა მიმართ ლოცვასა და კაცთა ეჩვენებიან, არა მედრებელთა უპყრიეს სახე, არამედ მოკიცხართაი, რამე თუ რომელსა ენების ჭეშმარიტად ვედრებაი, დაუტევნის ყოველნივე და მას ოდენ ხედავენ რომელი იგი უფალარს მოცემად სათხოელისა მის, უკვე თუ იგი დაუტეოს და სხვათა მოქენე იქნას მისგან ვერ არაი მოიღოს, არამედ ცარიელითა ხელითა მართლუკუნ იქცეს, რამე თუ ესრეთ ინება მან. ამისთვისცა არა თქვა უფალმან ვითარმეთ, არა მიიღონ ესე ვითართა მათ სასყიდელი, არამედ მიუღებიესო. ესე იგი არს ვინაიცა ეძიებდეს სასყიდელსა, მათ მიერცა მიუღებიეს. არა თუ ღმერთსა ესე ენება, არამედ თვისითა მით საუკუნოითა სასყიდლითა უნდა პატივცემაი მათი, ხოლო მათ ვინაიდან კაცთაგან ინებეს სასყიდელი, აღარ აღირს არიან ღმრთისაგან მიღებად, რამე თუ არა ენება მათ. ესრეთ განაქიქა რაი და განაგდო მათ ჩვენებლობით და უწესოებით ლოცვაი ადგილისათვისცა შესაკრებელთა და უბანთაისა და გონებისათვისცა მათისა კაცთმოთნისა და გამოაჩინა იგინი, ვითარმეთ საწყალობელ და საკიცხელ არიან. გვასწავლის ჯერ უანსა მას წესსა ლოცვისასა და ითქვის, შევეც საუნჯესა შენსა. სთქვა შენ სადმე ვითარმეთ, რაი არს ესე ეკლესიასა შინა არა ჯერ არსა ლოცვაი. ჰეფრიაცა ჯერ არს და არავინ არს მაყენებელ, გარნა გონებითა ესე ვითარითა, ვითარი გიხნებავს ღმერთსა, რამე თუ მარადის და ყოველსა ადგილსა გონებისა საქმესა ეძიებს ღმერთი. უკვე თუ არა რაღაცა თუ საუნჯესა შეხვიდე და მათ ჩვენებლობა იგენებოს შემძლებელ ხარ და არაი სარგებელ გეხოს და ხვითა კარისაითა, უკვე თუ ესრეთ ილოცვიდე ვითარცა ორგულნი იგი რაითა ეჩვენო კაცთა. აც უკვე პირველ ყოვლისა გონებისა კარნი დახშენ, რაითა არა შევიდეს მსული ზუაობისა და მათ ჩვენებლობისაი და მერმე გინა თუ ეკლესიასა ილოცვიდე, გინა თუ საუნჯესა შენსა, ყოველივე კეთილი ხოს და სასმენელ ღმრთისა. უკვე თუ კულა სული ზუაობისაი შეერთოს ლოცვასა თანა, ვერღარა ხელეწიფების ლოცვასა მას სასმენელთა ღმრთისათა მიწევნად. გარნა ამათ ესე ვითართა ბრძანებათა ზედა არიან ვიეთნიმე ესრეთ უგულისხმონი და უგუნურნი და ესრეთ უშვერებით აღასრულებენ ლოცვასა, რომელ რაღაცა თუ გუამი მათი შინაგან სენაკისა არ და არა იხილვებინ კაცთა მიერ,
არამედ აღამაღლიან ხმაი და ყოველთა აუწყიან. ვითარმედ ილოცვენ, უწესოდ ხმობდიან და ყვნიან თავნი თვისნის სახითაცა და ხმითა საკიცხელ ყოველთა. არა ხედავა ვითარ უბანთაცა ზედა უკვე თუ მთავარი ვინმე დიდებული წარხვლინ და მოუხდის გლახა კითხვად, უკვე თუ სასტიკითა და საწყინოითა ხმითა მოუხდის, უფრო ისად შეჰრისხნის მას დიდებულმან მან, უკვე თუ კულამდაბლითა და ლმობიერითა ხმითა ევედრებინ. შეიწყალის იგი და მისცის თხოვაი მისი. აც უკვე ჩვენცა ნუ სახითა ხორციელითა კაცთა საჩვენებელად, ნუცა ხმამაღლობითა ხორხისაითა აღვასრულებთ ამცა ლოცვათა, რა ჟამსთვისაგან ვილოცვიდეთ სენაკთა ჩვენთა, ავაჯითა და ხმატკბილობითა სასმენელად კაცთა. არამედ მხურვალებითა გულისა და გონებისაითა ვილოცვიდეთ, გულითა შემუსრულითა და სულითა სიმდაბლისაითა, დინებითა ცრემლთა მხურვალეთაითა. უკვე თუ იტყვი ვითარმედ, ელმის შინაგან გულსა ჩემსა და ვერ ძალმიც დუმილი, უწყოდე ვითარმედ გულისა ლმობიერისა ლოცვა ესე არს რომელი ესერა ვთქო, რამე თუ მოსესცა ელმოდა და მხურვალედ ილოცვიდა, გარნახმა იმისი არა ისმოდა. ხოლო ისმინე, რასა ეტყო და ღმერთი, რა ისახა ღადებო ჩემ და მომართ, ერთი ხმა იმისი არა ისმოდა ხორციელად, ხოლო ესოდენ ხმა მაღლად ილოცვიდა სულითა, ვიდრეღა ღმერთმან ხრქუა, რა ისა ესოდენ ხაღადებ ჩემ და მომართ. ეგრეთვე კვალა დანაისთვის წერილ არს ვითარმედ, ილოცვიდა ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ხმა იმისი არა ისმოდა. და ესოდენ ესმა ღმერთსა რომელმასვე ჟამსა მისცა თქვა იმისი. შეადარე პირველი მეფეთა 1:17. ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა და სისხლი მისი საყვირისა უძლიერესა ხმასა აღუტეობდა. დაბადება 4:10 უკვე შენცა, უკვე თუ გული გელმის სულ თითქვენ, ვითარცა წმიდამან მან რომელმან თქვა, დავშვერიმე სულ თქუმითა ჩემითა, დავბანო მარადღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო, ფსალმუნი 6:7. დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყვის წინა ის წარმეტყველი, ღრმითა მოხადე უფალსა, რამე თუ იტყვის, ღრმითა მოღაღადებ შენდამი, უფალო, შეადარე ფსალმუნიას 29:1 სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ხმაი შენი, საიდუმლო ყავ ლოცვაი შენი. არა ხედავა ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან. შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთა ისა მდგომარე ხარ, არა ქვეყანასა ზედა არს დგომაი ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათაშინა, ამისთვის ფრიადი გიხმს შენ წესიერებაი, ფრიადი შიში და ძრწოლაი, ანგელოსთა თანამოდასე ხარ, მთავარ ანგელოსთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობას ახგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვახსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიშითა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მითხაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთსა და მეუფესა. ამა თუ ხორცოთა ძალთა შეერთე, ძმაო რა ჟამს ილოცვიდე და მათსა მას ხბაძებთ წესიერებასა, რამე თუ შენცა არა კაცთა უგალობ და შეასხამ, არცა კაცთა ევედრებია, არამედ ღმერთსა რომელი ყოველგან არს და ყოველსა ხედავს, რომელსა თვინიერ ხმისაცა ყოველივე ესმის, რომელმან დაფარულნი გულისანი იცნის. უკვე თუ ესრეთ ილოცვიდე შიშით და ძრწოლით და სასმენელად მხოლო ისა ღმრთისა, დიდი სასყიდელი მიიღო, ვითარცა ესერა მაცხოვარი გუასწავებს და იტყვის, და მამაი შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. არა თქვა თუ მოგანიჭოს შენ, არამედ მოგაგოსო რამე თუ თანამდებად შენ და ჰყოფს თავსათვისა ღმერთი ვითარმცა მიეღო რაიმე შენგან და თანაედვამცა ნაცვლისა მოგებად, რაითა ესრეთ დიდად პატივ გცეს შენ, ხოლო ვინაითგან იგი უხილავარს ეგრეთვე ხნებავს. რაითა თხოვაიცა შენი უხილავ იყოს, ვითარცა ესე რა გვიბრძანა. და სახეცა ლოცვისაი გუასწავა, თუ რა იგვიხმს თხოვად ღმრთისაგან ლოცვასაშინა და იტყვის. წახარებაი,
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით, ვითარცა იგი წარმართთაგანი, რამე თუ ჰგონებეთ, ვითარმედ მრავალმეტყველებით მათითა ისმინოს მათი. ხოლო თქვენ ნუ ემსგავსებით მათ, რამე თუ იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს თქვენ, ვიდრე თხოვადმდე თქვენ და 6, 7, 8. თარგმანი, ოდეს იგი მოწყალებისათვის იტყოდა ცუდად მზუაუბრობისა და მაჩვენებლობისაგან ოდენ განგვაკრძალნა და სხვაი არ არაი. შესწინა, არცა თქვა, თუ ვინაი ჯერ არს ქმნად ქველის საქმისა ანუ ვითარ, რაითა არა მონახვეჭისა და ნატაცებისაგან იყოს, არამედ შრომათაგან სიმართლისათა მოგებული, რამე თუ ესე საცნაურცა იყო ყოველთა მიერ და არა უხმდა ამისთვის უწყებაი. და კვალად თავადმანცა ახსენა ზემორე რაჟამს ნატრი და მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათვის, ხოლო აცლოცვისათვის რა იწყოს სწავლად, წესსაცა გვაუწყებს, თუ ვითარ ჯერ არს ლოცვაი, ნუ მრავალსა იტყვითო ვითარცა იგი წარმართთაგანი. ვითარცა ზემო ორგულნი მოიხუნა სახედ უწესოებისა და მაჩვენებლობისა, ეგრეთვე აქა წარმართნი ახსენა სახედ მრავალმეტყველებისა, რაითა მიბაძვითა შეურაცხთა მათ და წარწმედისა მეძიებელთა კაცთაითა გულისხმა გვიყოს არა ბაძვად მათ და. ხოლო რაი არს მრავლისმეტყველება ესე. ყოველსავე ცუდსა და ამაოსა სიტყვასა მრავლისმეტყველება ეწოდების, ოდეს იგი რაი არა ჯერ არნ, მას ვითხოვდით ღმრთისაგან. მრავლისმეტყველება და ცუდადმეტყველება არს, ოდეს ვითხოვდით ძლიერებასა და დიდებასა ხორციელსა, სიმდიდრესა და ხელმწიფებასა, ძლევასა მტერთასა და შურისგებასა მოძულეთასა და სხვასა ყოველსავე ხორციელსა და სოფლიოსა, ცუდსა და ამაოსა საქმესა, რომელი არ არა სარგებელე ყოფოდის სულსა ჩვენსა. ამის ესე ვითარისა არ არაისა ჯერ არს ლოცვასა შინათხოვად, რაითა არა მრავლისმეტყველებად და ცუდადმეტყველებად შეგვერაცხოს. რამე თუ იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს თქვენ, ვიდრე თხოვადმდე თქვენ და მისგან. ამისთვის არა ჯერ არს ესე ვითარისა მრავლისმეტყველებისა ლოცვასა შინა შემოღებად და თხოვად, რა იგი არ ახნებავს ღმერთსა, არცა არ სარგებელ სულთა ჩვენთა. ხოლო ამასთანა ესეცა გვესწავების ვითარ ჰგონებ, რაითა ოდეს იგი ვდგეთ საუნჯეთა შინა ჩვენთა, რომელ არიან სენაკნი და ადგილნი ფარულად ლოცვისანი, და ვევედრებოდით ღმერთსა და ვითხოვდეთ მისგან წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა. არა უზრუნვიდეთ გრძელთა სიტყვათა შეწყობასა და ბევრეულისა სიბრძნის მეტყველებისა შემზადებასა, არამედ მარტივითა და შემოკლებულითა სიტყვითა ლმობიერებისაითა ვითხოვდეთ ცრემლით და სულთქუმით წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა და ცხოვრებასა სულთა ჩვენთასა. არა ვიტყვი, თუ მოკლედ ვილოცვიდეთ შამითა, რამე თუ ლოცვაი სამარადისოი ბრძანებულ არს ჩვენ და ვითარცა მოციქული იტყვის ვითარმედ, ლოცვასა განკრძალული ყვენით. რომელთა მიმართ 12 და კვალად იტყვის, მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინახმადლობდით. პირველი თესალონიკელთა მიმართ 5, 16, 18 და თავადმან უფალმან ჩვენმან იესო ქრისტე იგავითა მით მის ქურივისაითა, რომელი დაუცადებელად ვედრებითა აწყინებდა და შრომასა შეამთხვევდა. უშიშსა მას მსაჯულსა ვიდრემდის ლმობიერყო იგი წყალობად მისა, ლუკა 18, 2, 5 და კვალად სხვითა მით იგავითა შუაღამეს მისრულისა მეგობრისაითა, რომელმან აღადგინა მწოლარე იგი სარეცელსა ზედა მიცემად მისა თხოვაი მისი არა მეგობრობისათვის. არამედ წყინებისათვის მისისა, ლუკა 11, 5, 8 ამას გვასწავებს, რაითა დაუცხრომელად ვევედრებოდით მას, რაოდენცა ძალგვედვას. რამე თუ ლოცვაი შემაერთებელი არს კაცისაი ღმრთისა თანა, ლოცვაი მცველი არს სიწმიდისაი, გულის წყრომისა მაოტებელი არს, ამ პარტავნებისა და მამხობელი, ცვირის ხსენებისა განწმედელი, შურისა განმაქარვებელი, ციცრუისა მკვლელი, ღმრთის მსახურებისა კარი. ლოცვაი ძლიერებაი არს სულისა და ხორცთაი, საჭურველი არს უძლეველი, სიმტკიცე არს მშვიდობისაი,
შემაერთებელი არს განყოფილებისაი, აღდგომაი არს დაცემულთაი და მდგომარეთა სიმყარე. ლოცვაი ბეჭედი არს ქალწულებისაი, საცოი არს სიწმიდით ქორწინებულთაი, საგზალი არს კეთილი მოგზაურთაი, მცველი არს მძინარეთაი და სიმხნე მუიძარეთაი, ნაყოფიერებაი არს მუშაკთაი, ნავთსაყუდელი არს ხელვაგუემულთაი. ლოცვაი თანაშემწე არს სინანულისაი, განხსნელი არს საკრველისა ცოდვათაისა, განსვენებაი არს დამაშურალთაი, ნუგეშინის მცემელი არს მწუხარეთაი, განმახარებელი მგლუარეთაი და წესიერებაი მხიარულთაი. ლოცვაი წარდგომაი არს წინაშე ღმრთისა, განმღებელი არს კართა წყალობისათა, ხილვაი არს უხილავთაი, გულისხმის ყოფაი მიუცდომელთაი, მოდასეობაი ანგელოზთაი, გზაი არს სათნოებისაი, მომაქცეველი არს ცოდვილთაი, სასოებაი არს მერმეთა მათ კეთილთაი. ამისთვის ესე ვითარისა ამის კეთილისაგან არასა და ჯერ არს დაკლებად, არამედ მარადის ვედრებად ღმრთისა, გარნა არა ესრეთ, რაითა სიმრავლესა შეწყობილთა და ულმობელთა სიტყვათა წარმოვიტყოდით, გულისაგან განგრილებულისა აღმომავალთა და ვჰგონებდეთ. თუ მრავლის მეტყველებისა მისთვის შეისმინოს ჩვენი, რამე თუ არა თუ ამისთვის წარუდგებით, რაითა ვასწაოთ მას, რა იგი არა იცის, ანუ განვაზრახოთ, რომელსა არა მეცნიერ არს, რამე თუ აჰა ესე რა გუესმა უფლისაგან, რამე თუ იცისო მამამან თქვენმან ზეცათამან, რა იგი ხმს თქვენ პირველ. თხოვადმდე თქვენ და მისგან. არა სწავლად უკვე მისა წარუდგებით, არცა უწყებად რომელსა არა მეცნიერ არს, არამედ რაითა შეგვიწყალნეს, რაითა დაგვიტკბეს, რაითა მოგვიტევნეს ცოდვანი, რაითა შემწემეყოს უძლურებასა ჩვენსა, რაითა გვიხსნას მძლავრებისაგან ეშმაკისა. ხოლო ამათ საქმეთათვის არა სიმრავლე ჯერ არს ულმობელთა და შეწყობილთა სიტყვათაი, არა სიღრმითა გულისაითა, არამედ წვერითა ენისაითა თქუმულთაი, არამედ სიმხურვალე უხსლმობიერთა და მარტივთა ვედრებათაი, შეზავებულთაი ცრემლითა და სულთქუმითა, და მდუღარეთაი ცეცხლითა მით მხურვალებისა გულითა დისაითა. ესრეთ თუ ვილოცვიდეთ და ვევედრებოდით ღმერთსა გულითა მხურვალითა, გონებითა წმიდითა და სულითა სიმდაბლისაითა, სწრაფლის მინოს ჩვენი, ვიდრე ღაიგი ვიტყოდით გულქვას ჩვენ, ესე რა აქა ვარ. ხოლო ვინაითგან გვასწავა ვითარ ჯერ არს ლოცვაი, რაც კვალად იტყვის, რა იგი კეთილ არს ლოცვად. წახარებაი, ხოლო თქვენ ესრეთ ილოცევდით, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, 6:9. თარგმანი, იხილეა, ვითარ მეხსეულად განაღვიძა გონებაი სიწმიდით მლოცველისა იმის და დაწყებასავე ლოცვისასა მოახსენა ყოველნივე ქველის მოქმედებანი, რომელნი ქმნა ჩვენთანა. რამე თუ რომელმან ხადოს ღმერთსა მამად, ერთითა ამით სიტყვითა ყოველსავე ახსენებს და აღიარებს, მოტევებასა ცოდვათასა და ხსნასა სატანჯველთაგან და სიმართლესა და სიწმიდესა და გამოხსნასა და შვილებასა ღმრთისასა და მკვიდრობასა სასუფეველისასა და ძმად მხოლოდ შობილისა წოდებასა და სულისა წმიდისა მონიჭებასა და სხვათა მათ მიუთხრობელთა კეთილთა სიმრავლესა, რომელნი აჩვენა ჩვენზე და ღმერთმან. რამე თუ რომელი არ აღირსქმნილიყოს ამას ყოველსა, ვერცა ძალუწმას წოდებად ღმრთისა მამადთვისა. ორ კერძოვე უკვე აღამაღლნა გონებანი მსმენელთანი უფალმან, დიდებულებისათვისცა მამად მათ და წოდებულისა და სიმრავლისათვისცა დიდთა მათ და მოუგონებელთა ნიჭთაისა, რომელთა ღირს იქმნეს საკვირველითა მიცვლილებითა. რამე თუ ვითარ არა აღივსოს კაცი სიხარულითა და განცვიბრდეს განკვირვებითა, ოდეს მოიგონოს, ვითარ მეტშვილ ღმრთისა ეწოდების და აურაცხელთა მათ კეთილთა ღირსქმულ არს მოკუდავი იგი და მიწისაგანი. ხოლო ოდეს თქვას, რომელი ხარ ცათაშინა, არა თუ მუნ შეწყუდევასა მოასწავებს ღმრთისასა, რამე თუ ცაი და ქვეყანაი და ყოველნივე დაბადებულნი სავსე არიან დიდებითა მისითა. არამედ მეტყველსა მას ლოცვისასა განაშორებს ქვეყანისაგან და აღამაღლებს ზეცად და მოქალაქობასა მას შინაზეცისასა და ამკვიდრებს და ამას წაასწავებს, რაითა ზიარად აღასრულებდეს ლოცვასა თავისათვის ისათვის და ძმათათვის, რამე თუ არა ესრეთ ბრძანა თქუმად,
მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათაშინა, არამედ მამაო ჩვენო, რაითა ზიარისა მისთვის ყოველთა გვამისა. იქ მოდის ვედრებასა და არა თავისა, ხოლო თვისისასა გამოხნახვიდეს, არამედ მოყულსისაც აყოვლადვე. ხოლო ესე ვითარითა ამით წესითა მტერობასაც აყოველსავე დახსნის და ზვაობასა დაანდაბლებს და შურსა განსდევნის და სიყვარულსა შემოიღებს დედასა მას ყოველთა კეთილთასა და უწესოებასა მას კაცობრივრთა საქმეთასა განაქარვებს და გამოაჩინებს ფრიადსა მას სწორებასა პატივისასა, მეფეთა და გლახაკთასა სიარებითა მაღალთა მათ და დიდებულთა საქმეთაითა. რამე თუ რა ისავნებელ არს განყოფილება იმიცი საგანისა ამის თვისებისაი, ვინაიდან თვისებითა მიცზე ცისაგანითა ყოველნი ერთ ვართ და არავის აქუს რაი უმეტესი მეორისა. არცა მეფესა აქუს უმეტეს გლახაკისა, არცა უფალსა, უმეტეს მონისა, არცა მთავარსა, უმეტეს გლეხისა, არცა მდიდარსა, უმეტეს დავრდომილისა, არცა ფილოსოფოსა, უმეტეს უსწავლელისა. რამე თუ ყოველთავე ერთი აზნაურებაი მოგუანიჭა და ყოველთავე სწორად ჯერ იჩინა მამად წოდებაი. ხოლო მოგუახსენა რაი ესე ვითარი ესე სულიერი და ჭეშმარიტი აზნაურებაი და ზეგარდამოთა ნიჭთა მოღებაი და სწორებაი პატივისაი ყოველთა მორწმუნეთაი და ქვეყანისაგან აღგვამაღლნა და გონებანი ჩვენი ზეცად აღიყვანა, ამის ყოვლისა შემდგომად გვასწავა, რაი იგი ჯერ არს ღმრთისაგან თხოვად. კმა იყო დაწყებაიცა სიტყვისა იგულისხმის ყოფად ყოვლისა სათნოებისა მოყვანებად. რამე თუ რომელმან უწოდოს ღმერთსა მამად, თანაც ესე ვითარისა მოქალაქობისა ჩვენებად, რაითა არა უღირსად გამოჩნდეს წოდებისა მის. რომელმან არა წმიდა ყოს თავითვისი ყოვლისაგანვე ცოდვისა და ყოვლისაგანვე ბილწებისა სულისა და ხორცთა და არა იღუაწოს სავანე ყოვლისა სათნოებისა ყოფად სულითვისი, ვითარი კადროს მან ღმრთისა მამადთვისა წოდებად. რამე თუ ვერ შესაძლებელ არს უკეთურისა და არა წმიდისა და ცოდვათა შინა განფრთილისა მამად წოდებად სახიერსა მას და ყოვლად წმიდასა, უხილავსა და ნათელსა მას შინა სამარადისოსა მყოფსა. რამე თუ ძედ ნათლისა ეწოდების, რომელთა საქმენი ნათლისანი ჰქონან, ხოლო ვნებულთა და ბილწთა შვილრისხვისა და წარწმედისა სახელსთვა მოციქულმა. შეადარე ეფესელთა მიმართ 2:3. აც უკვე ბრძანებითა ამით, რომლითა გვიბრძანა უფალმან მამად ჩვენ და სახელდებათ ღმრთისა ლოცვასა შინა, სრულსა მას და მაღალსა მოქალაქობასა გვაუწყებს, რაითა ყოვლითავე საქმითა კეთილითა განვაბრწყინოთ სულნი ჩვენი. და კმა იყო ვით არცა ვთქვი ესე, ხოლო სიტყვა ისწავლად ჩვენ და ყოვლისავე კეთილისა, არამედ აჰა ესე რა სხვაიცა წინა გვიყო მოძღვრებაი სიწმიდისაი და გვაუწყა, თუ რაი ჯერ არს თქვათ ღმრთისაგან და თქვა. წახარებაი, წმიდა იყავნ სახელი შენი 6:9. თარგმანი, ღირს არს და მართალ ესე ვითარისა ამის ლოცვისა შეწირვად ღმრთისა, რაითა რომელნი იგი ღირს ვიქმნენით მამად ჩვენ და წოდებად მეუფისა მის და დამბადებელისა, არა რაი იყოს პირველ ყოვლისა თხვაი ჩვენი, გარნა მისი იგი დიდებაი და ქებაი და ამაღლებაი, და ესე იყოს ჩვენ და საწადელ და სასურველ უფროის ყოვლისა. რამე თუ სიტყვაი ესე, თუ წმიდა იყავნ სახელი შენი, ამას მოასწავებს ვითარმედ, დიდებულ იყავნ და ქებულ და ამაღლებულ, რამე თუ თვისი იგი. დიდებაი აქუს მარადის სავსებით და შეუცვალებელად, ხოლო ჩვენ გვიღირს ბრძანებისა ებრუფლისა ვედრებად, რაითა ჩვენითაცა მოქალაქობითა იდიდებოდის, ვითარცა ზემორე იტყო და ვითარმედ, ესვეთ ბრწყინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. მათე 5:16. რამე თუ სერაბინი ადიდებდნენ მარადის ღმერთსა და ესვეთ იტყვიან, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს. ესაია 6:3.
აც უკვე საცნაურ არს ვითარმეთ წმიდა იყავ სახელი შენი ესე არს იდიდენ სახელი შენი ჩვენ მიერ ღირს გუყვენ ესე ვითარისა სათნოებისა და სიწმიდით ცხოვრებისა მოგებად რაითა ყოველნი რომელნი გუხედვიდან ჩვენ მიერ ადიდებდნენ ყოვლად წმიდასა სახელსა შენსა რამე თუ უძლურ არს ბუნებაი ჩვენი და ვერ შემძლებელ კეთილისა რა ისმე თავით თვისით აღსრულებად არამედ შენ მიერ უხმს შეწევნაი ხოლო ვინაიდან თავი ყოველთა კეთილთა ესე არს და სრულებაი ჭეშმარიტი რაითა ესე ვითარი ცხოვრებაი ვაჩვენოთ ვიდრეღა ყოველნი ჩვენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდნენ შენ და არა მოიწიოს ჩვენზე და სიტყვაი იგი ვითარმეთ ვაი არს მათ და რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმოგვის წარმართთა შორის შეადარე ეზეკიელი 36 20 22 რომ 2 24 არამედ უფრო ისად ჩვენ მიერ იქებოდის და იდიდებოდის სახელი შენი ამას ვითხოვთ შენგან და ამისთვის შეგიურდებით წმიდა იყავ და დიდებულ ჩვენ შორის სახელი მეუფებისა შენისაი წოდებული ჩვენზე და გუყვენ ჩვენ შეწევნითა შენითა უბიცო მართალ განშორებულ ყოვლისაგანვე ბოროტისა მეტყუელ ჭეშმარიტებისა და მოქმედ სათნოებისა უმანკოებით და სიცრფოებით მავალ და სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილ ესე ვითარი არს ძალი სიტყვისაი ამის ვითარმეთ წმიდა იყავ სახელი შენი ვითარცა ესე რა წარმოგითხარ სახ არებაი მოედინ სუფევაი შენი 6-10 თარგმანი და ესეცა სიტყვაი მონისა ერთგულისაი არს რაითა არა შემსჭვალულიყოს გონება იმისი სხვასა რასმე ცუდსა და წარმავალსა და უცხოსა საქმესა არცა ენებოს შორს ყოფა იღმრთისათვის ისაგან არამედ სუროდის ადრე ხილად მეუფისა მის სახიერისა რომელ ღირს იქნა მამათთვისა წოდებად და სუფევისა მის საუკუნისა მკვიდრყოფად ესე გულის სიტყვაი გონებისაი არს წმიდისაი და სულისა განშორებულისაი ყოველთაგან საქმეთა წარწმედისათა და განყოფილისაი სოფლიოისა ამის ვერაგობისაგან ამის მიმართ ტკბილისა მის მამისა და ღმრთისა და მეუფისა სურვიელიყო ნეტარი პავლე და სუფევისა მისისა მოსვლაც წადო და მარადღე ამისთვის იტყო და ვითარმეთ თვით ჩვენცა რომელთა ესე პირველი ნაყოფი სულისაი გუაქურს თვით თავთა შინა ჩვენთა მკუნესით და შვილებასა მას მოველით გამოხსნასა ხორცს და ჩვენთასა რომელთა მიმართ 8:23 რამე თუ რომელსა ესე ვითარი ესე სურვილი აქუნდეს და მხურვალებითა მიცაღმრთოითა მოტყინარე იყოს მას ვერცა კეთილნი ამის სოფლისანი შემძლებელ არიან აღზვავნებად ვერცა ჭირნი და განსაცდელნი დამდაბლებად არამედ ვითარცა სიმაღლესა შინაცათასა დამკვიდრებული ორ კერძოისა ამის უწესოებისაგან თავისუფალ არს და ამასცა გვასწავებს ძალი ამის სიტყვისაი რამე თუ ვინაიდან კეთილისაგან მიდრკა ბუნებაი კაცობრივი ცოდვისა მიერ და ბოროტისა მიმართ მიიზიდვის ნებისაგან თვისისა მიერითგან ბევრეულნი მიზეზნი ცოდვისანი გვეუფლნეს ჩვენ და ვითარცა მტარვალნი უწყალონი და mbრძოლნი მრისხანენი სიმრავლენი ვნებათანი გვეწყვებიან და ხნებავს ტყუეთყოფაი ჩვენი და ხელითა სიკვდილისაითა სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთახტად ამისთვის სამართლად გვიხმს ვედრებად მოსვლად ჩვენზე და სუფევაი ღმრთისაი რაითა ბოროტისა მის მძლავრებისაგან გვიხსნეს რამე თუ შეუძლებელ არს ხვითა სახითა განრომად მწარისა მის ტყუეობისაგან არა თუ ცხოლს მყოფელი იგი ძალი მოვიდეს სუფევად ჩვენზე და კეთილ არს უკვე და სამართალ რაითა ვედრებით ვიტყოდით მოვე딘 სუფევაი შენი მეუფეო ჩვენზე და გვიხსნენინ სიკვდილისა მისგან სულიერისა გვიხსენინ ხრწნილებისაგან ცოდვათაისა და საკრველთა მათგან უკეთურისათა ნუღარამცა მიგვიყვანებს ეშმაკიტყვეთ ცოდვისა მიერ არამედ მოედინ სუფევაი შენი ჩვენზე და რაითა იუტო딘 რომელნი ესე აწუფლებულ არიან ნებანი და ვითარცა მოაკლდის კვამლსა მოაკლდეს და ვითარცა ცვილი რაიდადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდნენ მაჭირვებელნი იგი ჩვენი შეადარე ფსალმუნი 67 3
მოვედინ სუფევაი შენი, რაითა უჩინო იქნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაი, რაითა დაიხსნას ბრძოლა ხორცთაი სულისა მიმართ, რაითა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი, ძლიერ არს ეშმაკის ამძლავრებაი, გარნა მათზე და ძლიერ არს. რომელნი ოხერ არიან შენისა შეწევნისაგან, ხოლო მოთუ ვიდეს ჩვენზე და სუფევაი შენი და ძალი და შეწევნაი, მე ხსეულად იუტოდის ყოველი სალმობაი და მწუხარებაი და სულ თქუმაი, და იყოს ცხოვრებაი და მშვიდობაი და სიხარული. რამე თუ უკვე თუ შენ ვსუფევდე ჩვენზე და მამაო სახიერო ცითურთ და ყოვლად წმიდით სულით, და სავანეხო ჩვენთანა ნეტარიყოს ჩვენ და სახარებაი, იყავნებაი შენი ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა 6-10. თარგმანი, იხილია შეწყობილებაი ესე შვენიერი ლოცვისაი. რამე თუ სურვილი გვიბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაი და უშფოთველისა მის. ცხოვრებისაი გარნა ამასა ცხოვრებასა შინა მოსწრაფებაი გვამცნო ბაძვად მოქალაქობასა მასზე ცისასა, რაითა ქვეყანაი ცად იქნას აღსრულებითა მასზე და მცნებათა ქრისტესთაითა. ამისთვის განაწესა ამის ჯერისათვისცა შეწირვად ვედრების აღმრთისა მიმართ, რამე თუ მოვიდეს თუ ჩვენზე და სუფევაი მისი და შეწევნაი არა იყოს დამაყენებელაცვე მიწევნად მოქალაქობასა მასზე ცისა მხედრობათასა და ვიდრეღა ქვეყანასაზე და ვიქცევით, საქმეთა ზეცას დამკვიდრებულთასა აღსრულებად. ესრეთ უკვე გვიბრძანებს ვედრებად ღმრთისა, იყავნებაი შენი ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, რაითა ვითარცა ზეცას დამკვიდრებულნი იგი ბევრეულნი განწყობილნი არა რომელსამე ნებასა შენსა აღასრულებენ და რომელსამე გარდა ხდებიან. არამედ ყოველთავე ბრძანებათა შენთა დაუკლებელად იქმან, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, ძლიერნი ძალითა რომელნი ყოფენ სიტყვათა მისთა, სმენად ხმაი ბრძანებისა მისისაი. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ყოფენ ნებასა მისსა, შეადარე ფსალმუნიას 2:20-21, ეგრეთვე ღირს მყვენ ჩვენცა, ქვეყანასაზე და მყოფნი ესე კაცნი, ყოველსავე ნებასა შენსა აღსრულებად. და არა ერთ კერძო აღსრულებად და სხვით კერძო გარდასვლად, არამედ ესრეთ ქმნად ყოველთავე საქმეთა ჩვენთა, ვითარცა შენ გნებავს და ვითარცა შენ და სათნო არს, რამე თუ არარაი ძალგვიც თავით თვისით ქმნად კეთილი, უკვე თუ შენ არა შემწე და ხელისამპყრობელ გვექმნა. ამისთვისცა ვინაიდან პირველითა მით ურჩებითა და ნებსითითა მით განდრეკილებითა ჩვენითა განგეშორენით შენ, აღივსო ცხოვრებაი ჩვენი ყოვლითავე ბოროტითა და ნებაი ბოროტისა იმის მძლავრისაი და კაცის მკვლელისა მის მტერისაი აღვასრულეთ. არამედ რაც მოვედინ შეწევნაი მეუფებისა შენისაი ჩვენზე და ღირს მყვან ყოვლად წმიდისა მის ნებისა შენისა ებრსლად. რამე თუ ვითარცა სახლსა შინაბნელსა შერაივიდის ნათელი ბრწყინვალე, განაქარვის წყუდიადი იგი ბნელისაი, ეგრეთვე უკვე თუ ნებაი შენი იყოს ჩვენზე და ყოველივე ბოროტი და უწესოი აღძროი უკეთურთა მათ ნებათა ჩვენთაი განქარდეს და უჩინო იქმნას. ნებათა მათ ვნებულთაი, რომელნი მთესვარმან მან უარძლისამან დასთესნა ჩვენ შორის წარსაწყმედელად ჩვენ და ხოლო აწიყავ ნებაი შენი ჩვენზე და რაითა მრავალნი იგი და ბოროტნი ნებანი და ვნებანი იუტოდნენ. და არ მურმან საეშმაკო ისა მის ზრახვისამან ადგილი ჩვენთანა არღარა ჰპოვოს. ხოლო ესეცა გულისხმა ყავ ვითარ უბრძანებს კაცადსა ლოცვად ყოვლისა სოფლისათვის წესიერად და ჯეროვნად, რამე თუ არა ესრეთ გვამცნო ლოცვად, იყავ ნებაი შენი ჩემ შორის ანუ ჩვენზე და არამედ ყოველსა ქვეყანასა ზედაო, რაითა დაიხსნას საცთური და დაენერგოს. ჭეშმარიტებაი, რაითა განიდევნოს ყოველივე უკეთურებაი და განეფინოს ღმრთისმსახურებაი და ესე რა იქნას არღარაითა განყოფილიყოს ქვეყანაი ცათაგან რაღაცა თუ ბუნებით განყოფილ არს, არამედ საქმითა მყოფნი იგი ქვეყანისანი იქმნენ ანგელოს. სახარებაი, პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ დღეს 6:11. თარგმანი, რაი არს პური არსობისაი.
არსებისა ამის ხორცთა ისა დღითი დღე გამომზრდელი. რამე თუ ვინაიდან გვიბრძანა ვედრებად ვითარმეთ, იყავ ნებაი შენი ვითარცაცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ხოლო იცოდა სახიერმან მან, ვითარმეთ კაცთა მიმართ არს მოძღვრება იმისი ხორციელთა, რომელნი იგი ბუნებითისა მის უძლურებისაგან ვერ შემძლებელ არიან უნებლობასა მას ანგელოსთასა მიწევნად ამისთვის რომელ იგი იცოდა, ვითარმეთ შემძლებელ არს ბუნებაი ჩვენი აღსრულებად გვამცნო ბაძვად ანგელოსთა, ხოლო რომელი უზეშთა ეს იყო უძლურებისა ჩვენისა, მას ზედა შენდობა ხო ჩვენდა და არა ძიება ხო სრულიადი უნებელობაი. ჩვენგან, რაითამცა არცა საზრდელი ვიხმარეთ. რამე თუ იცოდა ვითარმე და არა შეგვინდობს ამას ყოფად მძლავრება იგი ბუნებისაი, არამედ სახმარ არს ჩვენ და საზრდელი, რომლისათვისცა გვიბრძანა სულიერად და წესიერად თქვათ საზრდელისა, არა საფასეთა, ანუ სანოაგეთა საშვებლისათა, ანუ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა, ანუ სხვისა რაისმე ესე ვითარისა, არამედ პურისაი ოდენ გვიბრძანა თქვად ლოცვასაშინა და პურისამ დღევრისაი, რაითა არ არას ვზრუნვიდეთ ხვალისათვის. რამე თუ ამისთვის თქვა პური არსობისაი, რომლითა დღითი დღე არსებაი ხორცთაი გამოიზრდების და არა კმაყო ესე ხოლო სიტყვაი, არამედ სხვა იცე შესწინა, პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ დღეს, რომლითაცა გვასწავლის, რაითა არა შევხმუსრვიდეთ თავთა ჩვენთა ზრუნვითა უმეტეს დღისამის, რომელსა შინა ვიყვნეთ, რამე თუ რაც სახმარ არს ზრუნვაი მომავალთა დღეთაი, ანუ რაისა ვიუროდით დღისათვის, რომლისა არა უწყით, თუ ვიხილოთ სარბიელი მისი. ხოლო ესე ქვემორე ურცესადრე გვაუწყო სიტყვით ამით, ვითარმეთ, ნუ ხზრუნავთ ხვალისა და სხვითა მრავლითა სწავლითა, რომლითა გვასწავებს არა შემსჭვალად თავთათვისთა ზრუნვათა ხორციელთა, არამედ რაითა ვიყვნეთ თავისუფალ და სუბუქ სიმძიმისაგან მრავალთა ზრუნვათა ისა და ფრთვან სარბიელისა მიმართ ზეცათა ისა და ესოდენ ხმორჩილებდეთ ბუნებასა, რავდენ იგი ეძიებს თანაწარვალისა სახმრისა იძულებაი, რომელ არს საზრდელი იგი მდღევარი. რამე თუ რომელმან მიგვაწინეს ხვალისა დღესა, გინა მომავალთა დღერთა მან საზრდელიცა გვიზრუნოს. რომელმან აღმოაბრწყინვის მზე დღითი დღე, რომელმან განაქარვის სიბნელე ღამისაი, რომელი მოხფენს ჰაერსა სამშვენელად ჩვენ და რომელსა უპყრიან ყოველნი არსნი წამის ყოფითა ძლიერებისა მისისაითა, რომელი ზრდის ყოველთა მცენარეთა ქვეყანისათა, ფრინველთა ცისათა და თევზთა ზღვისათა, რომელსა ყოველივე ძალუძს და ყოველთა განაგებს, მისა სახმარ არსა ჩვენი ზრუნვაი საზრდელისა ჩვენისათვის. ნუ იყოფინ. ამისთვის გვიბრძანა, ვითარმეთ, ნუ ზრუნავთ ხვალისა მათე 6:34, ნუცა ითხოვთ ღმრთისაგან საშვებელთა და სიმდიდრეთა, არამედ პურისათვის ოდენ დღევრისა შეწირეთ თქვაი უძლურებისა თქვენისათვის და ნუ რარას უმეტეს ამისასა ვზრუნავთ, ნუცა ითხოვთ, რამე თუ იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს და მან გიზრუნოს, ვითარცახნებავს. ესრეთ სიტყვითა ამით ლოცვისაითა გვასწავა, რაითა ყოველნივე თქვანი ჩვენი ღმრთისა მიმართ იყვნენ და რაითა არ არას უმეტეს მდღევრისა მის და საჭიროისა საზრდელისა ვითხოვდეთ. ხოლო ესე რაი აღასრულა სულიერისა სწავლისა ლოცვაი, მერმე სხვასა სახესა გვიჩვენებს აურაცხელისა მის სახიერებისა მისისასა. ხოლო იცოდა უძლურებაი და უდებებაი ჩვენი, ვით არ იგი შემდგომად ნათლისღებისაცა შემთხვევად იყვნეს ჩვენ და ცოდვანი, ამისთვის კაცთმოყვარებისა მისისათვის გვიბრძანა თქვად მოტევებისა ცოდვათა ისა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან და თქუმად. სახარებაი, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა 6:12. თარგმანი, იხილია გარდამატებული ესე კაცთმოყვარებაი. შემდგომად ახოცისა ესოდენთა მათ ბოროტთა ისა და მოცემისა ესე ვითართა მათ ნიჭთა ისა უკვე თუ კვალად ვცოდოთ და შეურდეთ, შენდობასა ღირს გვყოფს. დიდებაი მიუთხრობელსა მას მოწყალებასა და სიტკბოებასა მისსა.
ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ ყვნას ყოველნიქებულებანი მისნი, ფსალმუნიას 5:2, ვინ უძლოს ღირსებით გულისხმის ყოფად და მიცთომად უფსკრულსა მას ძვირუხსენებლობისა მისისასა? არა არსისაგან არსად მომიყვანა, პატივგუცა უფრო ის ყოველთა ხილულთა მათ დაბადებულთასა, არა შევიშვენეთ პატივი იგი. არამედ ნებსით ექსორია ვიქმნენით საშვებლისა მისგან ურჩებითა ჩვენითა და განვიშორენით სახიერსა მას დამბადებელსა ჩვენსა და ვხმონეთ ბოროტსა მას და უკეთურსა მტერსა. არა თავსიდვა კაცთ მოყვარემან მან მეუფემან ყოფაი ჩვენი ესრეთ დაცემასა მას და წარწყმედასა შინა. არამედ მოვიდა ქვეყანად ნებითა მამისაითა და ხორცნი შეიმოსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და ყოველივე განგებულებაი ცხოვრებისა ჩვენისაი აღასრულა. ვიდრეღა სიკვდილი დაითმინა სიკვდილითა მით ჯვარისაითა და ვნებითა მისითა ვნებანი ჩვენი და ცოდვანია ხოცნა და წყრულებითა მისითა წყრულებანი ჩვენი განკურნა და აღდგომითა მისითა დაცემულნი ესე აღმადგინა, ზეცას აღმიყვანა და სასუფეველიცათა იმოგუანიჭა. რამე თუ მოგუცა ჩვენ მოტევებაი ყოველთავე ცოდვათაი და წმიდა გუყნა განბანითა მით მეორედ შობისაითა. ხოლო არაკმა იყო ესოდენი ესე მოუგონებელი და გამოუთქმელი სახიერებაი, რომელი ქმნა ჩვენზე და არამედ ესე რა მიბრძანა, შემდგომად ესე ვითარისა მის ქველის მოქმედებისა და განწმედისა მის წყლისა მიერ და სულისა მოწევნულთათვისცა ცოდვათა შენდობისა თხოვაი. რამე თუ უკვე თუმცა არა შეგვინდობდა, არცამცა ებრძანა თხოვად. ხოლო ესე საცნაურ არს და ცხად რომელ მორწმუნეთა და ნათელღებულთა და მოუცემიეს ლოცვაი ესე და თხოვაი მოტევებისაი. და ამას წამებენ ყოველნივე წესნი და კანონი ეკლესიისანი, რამე თუ უნათლავსა არცა შეჰგავს ღმრთისა მამადთვისა წოდებად, არამედ ნათელღებულთაი არს ლოცვაი ესე. ვინაიდან უკვე ლოცვაი ესე ნათელღებულთა შეჰგავს, ხოლო უბრძანები ეს თხოვად მოტევებისა ცოდვათაისა, საცნაურ არს, ვითარმედ არს შემდგომად ნათლისღებისაცა შენდობაი ცოდვათაი სინანულისა მიერ. და უკვე თუმცა არა ენება ღმერთსა უწყებად ჩვენ და ესე ვითარისა ამის საიდუმლოისა, არამცა განეცესა ლოცვაი ესე, არამედ ამისთვის ახსენა ამას ლოცვასა შინა თანანადებნი, რომელ არიან ცოდვანი, და გვიბრძანა მოტევებისა თხოვად და გვასწავა გზაი ადვილი და სუბუქი პოვნად შენდობისა, რაითა გულისხმა გვიყოს აურაცხელი იგი სიმრავლე მოწყალებისა მისისაი, ვითარმედ არს შემდგომად ემბაზისაცა მოწევნულთა ცოდვათა მოტევებაი მის მიერ. უკვე თუ მხურვალეთ შევინანოთ და ყოვლითა გულითა შეურდეთ. მოგვახსენა თანანადებნი ცოდვათანი, რაითა სიმდაბლე და შემოსრულებაი გულისაი გვასწაოს, გვიბრძანა მიტევებაი თანამდებთა ჩვენთაი, რაითა განგვათავისუფლნოს ყოვლისავე ძვირის ხსენებისაგან. აღგვითქვა ამის წილ მოტევებაი ჩვენთა მათ აურაცხელთა თანანადებთაი, რაითა მოგუცეს ჩვენ სასოებაი კეთილი და გამოუთქმელი კაცთ მოყვარებაი მისი გულისხმა გვიყოს ტკბილმან მან მეუფემან. ხოლო ესე გულისხმა ყავთ, ვითარ ყოველთავე სიტყვათა მიერ ყოვლად წმიდისა ამის ლოცვისათა სრულებაი სათნოებისაი ახსენა, და სრულებასა მას შინა სათნოებათასა ძვირუხსენებლობაიცა შეერთებულიყო. რამე თუ სიტყვა იგი ვითარმედ, წმიდა იყავნ სახელი შენი სრულისა მოქალაქობისა მომასწავებელ არს, და იყავნ ნებაი შენი ამასვე გამოაჩინებს. და მამად წოდებაი ღმრთისაი უბიცოდ და უცოდველად ცხოვრებისა გამომაჩინებელ არს. ამათ ყოველთა სიტყვათა თანა შეკრბებოდა მიტევებაიცა მოყუსისაი ყოველთავე ბრალთაი. გარნა არაკმა იყო ყოველივე იგი, არამედ ენება გამოჩინებად, რაოდენ სათნო არს მისდა და საყვარელ საქმე ესე. ამისთვის სახელდებით და თვისაგან უფრო ის ყოვლისა ესე ხოლო სათნოებაი ახსენა ლოცვასა შინა. და ესე მოგუცა მცნებად, მიტევებაი შეცოდებულთაი ჩვენ და ყოვლისავე ბრალისა და ყოვლისავე თანანადებისაი, და შემდგომად ლოცვისა ამის ესე ხოლო ახსენა მცნებაი და თქვა, უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმა ზეცა თამან. უკვე თუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნიე, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი. მათე 6:14-15 და კვალად სხვა საადგილსა იგავით იტყვის მეუფესა მას, რომელსაც არ მოუდგინეს თანამდები იგი ბევრეულისა შანთისაი. და შეუნდო მას რა ჟამს დავარდა და ევედრებოდა, და მერმე ექმნა რა იგი უწყალო მოყვასათვისა, კვალად განურისხდა მეუფე და მისცა ხელთა მტანჯველთასა. მათე 18:23-34 და ესრეთ საცნაურ არს ვითარმეთ დიდად სათნო არს ღმრთისა მიტევებაი მოყუსისა ბრალთაი, ვიდრეღა ჩვენ გუყოფს უფალ შენდობისა ცოდვათა ჩვენთაისა მოღებად მის მიერ, ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, ესრეთ განგიკითხავ მე, ვითარცა შენ ხო თავისა შენისათვის განჩინებაი, უკვე თუ მიუტევ ბრალი მოყვასა შენსა, მიიღო ჩემ მიერცა მიტევებაი ცოდვათა შენთაი. აც უკვე შენსა ხელმწიფებასა შინა არს ახოცაი ცოდვათა შენთაი, გინა თუ უმტკიცესად დაწერა იმათი. ისმინეთ ესე და კაცად მან მიუტევენ ყოველი ბრალი და ყოველი თანანადები მოყუსისაი, რაითა მანცა პოს მოტევებაი თვისთა მათ თანანადებთაი. და აც იხილე, კაცო, ვითარ არასწორ არს ორივე ესე, რამე თუ შენ მიუტევო თუ თანანადები, გიხმს უმრავლესისა მოტევებაი და არა უსასყიდლო არს შენი ეგე საქმე, არამედ მცირედითა მრავალსა მოიყიდი, ხოლო ღმერთს არ არა იუხმს შენგან, არამედ უსასყიდლოდ მოგმადლებს მოტევებასა ცოდვათასა. კვალად შენ შეუნდობ მოყვასათვისა და ძმასა, ხოლო ღმერთი შეგინდობს შენ მონასა მაგას გლახაკსა, შენ თანაგაც უმრავლესი, ხოლო ღმერთსა არ არა ითანაც შენი, არამედ ეგრეცა შეიწირავს შენგან თანანადებსა მას ცხუნად და მოგცემს ნაცვალსა მრავალწილსა. ამისთვის სამცნებაი ესე მოგცა, რაითა იქმნე შენცა სახიერ და კაცთ მოყვარე და მიემსგავსო ქველის საქმითა და სათნოებითა მითცვი რუხსენებლობისაითა ღმერთსა. რამე თუ თანანადებთა მიტევებაი საქმე არს ღმრთისაი, ვითარცა თქმულ არს ვითარმეთ, არავის ხელეწიფების მიტევებაი ცოდვათაი, გარნა მხოლოსა ღმერთსა. შეადარე მარკოზი 2:7, ლუკა 5:21 აც უკვე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრთვისისა და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა ცოდვათა თვისთასა. ამისთვის მოგცა მცნებაი ესე, რაითა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს ყოს, რაითა გიხსნას უშვერებისაგან, მრისხანებისა და ძვირის ხსენებისა, რაითა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამე თუ მოყვასი შენი ასოი შენი არს. ვითარ უკვე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოისა მის და ძმისა შენისათა, რა ის თქვა. თუ სამართლოდ რაიმე გავნოა, ესე არს თანანადები და შეცოდებაი. უკვე თუ არა რომელი იგი სამართლად რაიმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიხმს შენდობაი, რამე თუ შენცა ესე ვითართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალთა თანანადებთა ითხო მოტევებასა, მიუტევენ ყოველნი თანანადებნი და შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მოყუსისანი, რაითა შეუძლო შენცა თქმად ღმრთისა მიმართ, მომიტევენ თანანადებნი ჩემნი, ვითარცა მე მიუტევებ თანამდებთა ჩემთა, ვითარცა ვქმენ მე მოყუსისა მიმართ, გქმენ შენ ჩემზე და უფალო, ვითარცა მე მონამანხვავ ჩემ თანამონისა მიმართ, გქმენ შენ ჩემ და მომართ, მეუფეო. მე გლახაკმან მივანიჭე, შენ მდიდარმან წყალობითა არა მომანიჭოა. ნუ მომხდი მე თანანადებსა, ვითარცა ესე მე არა მოვხადე თანამდებსა ჩემსა, შევისმინე მე ვედრებაი მედრებლისა მის ჩემისაი, შეიწირე შენცა ვედრებაი ჩემი, ვითარცა იგი სიხარულით წარუგზავნე მე, ახარე შენცა სულსა ჩემსა.
იგი ვინმე ჩემი თანამდები იყო და მე შენი თანამაც სახიერო, ვით არ იგი მე ვაჩვენე მას წყალობაი, შენცა მე მაჩვენე, შეუნდევ მას, შენცა მე შემინდვე, სახიერ ვექმენ მას, შენცა სახიერ მექმენ მე. არამედს თქვა, თუ მძიმე არიან ჩემნი ესე შენ და მომართ ცოდვანი ვიდრე მისნი ჩემ და მომართ, ჰე ჭეშმარიტად უწყი ესე და მეცნიერ ვარ. გარნა იგიცა შეჰრაცხე, თუ რავდენ უმდიდრეს ხარ შენ წყალობითა და ყოვლითავე კეთილითა, ჯერ გიჩნდინ უკვე შემსგავსებულად ძლიერებისა და სიმდიდრისა წყალობათა შენთა ისა მოცემად ჩემ და წყალობისა, მცირედი ვაჩვენე მე სახიერება იმოყვასა მას. რამე თუ უმეტესი ვერ შემეძლო. ხოლო შენ რაოდენიცა გენებოს არა დაეყენების უხვად მომნიჭებელობისა მადლი შენი, არამედ ყოველივე ძალგიც, რომელიცა გინდეს ყოფად უფალო. უკვე თუ გეწამებოდის გონება ითქმათ სიტყვათა ამათ ღმრთისა მიმართ, გესმას სახიერისა მისგან, ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი, წარვეთ მშვიდობით, გეყავენ შენ ვით არც ეგნებავს. ესრეთ გრქვას და ყოველნივე ხელისწერილნი ცოდვათა და თანანადებთა შენთან იახოცნეს და მოგცეს შენ ხელმწიფება იშვილ ღმრთისა ყოფად. ხოლო უკვე თუ გარდამავალ ვიქმნეთ ამის სანატრელისა მცნებისა ვაი ჩვენ დაიყოს, რა ჟამს მივეცნეთ ხელთა მტანჯველთასა ვიდრემდე გარდავიხადოთ ყოველი იგი თანანადები ჩვენი. ხოლო პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ და შემდგომი იგი სიტყვაი ლოცვისა ვისმინოთ და გულისხმოვხოთ, ვინა იწყო და სადა სრულყო. სახარებაი და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არ სუფევაი, ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ. ამენი 6:13. თარგმანი, ამათ სიტყვათა მიერ კვალად სიმდაბლესა გვასწავებს ჩვენ, რაითა ვიცოდით უძლურებაი ჩვენი და ვევედრებოდით არაშესვლად განსაცდელსა, რამე თუ შორს რაივიყვნეთ განსაცდელთაგან, არა ჯერ არ შთაგდებათ თავთა ჩვენთაი, არამედ ვედრებად, რაითა არა შთავარდეთ, ხოლო მორაი იწინენ განსაცდელნი, მერმე ახოვნად გვიხმს დადგომად, რაითა ორ კერძოვე სათნოებაი ჩვენი გამოჩნდეს, სიმდაბლისა და სიმხნისაი, და ორ კერძოვე ეშმაკი იძლიოს ჩვენ მიერ, რომელი იგი სავსე არს ყოვლითა სიბოროტითა. ამისთვისცა ბოროტ ეწოდების და მისთვის ვიტყვით, ვით არმეთ, გვიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ ეშმაკსა უწოდა ღმერთმან ბოროტ და გვიბრძანებს დაუგებელისა ბრძოლისა ქონებად მისა მიმართ, არა თუ ბუნებით ბოროტად დაიბადა, ნუ იყოფინ. არამედ ნებსით შეიცვალა ბოროტად და იქნა ესე სახელი მისზე და შემსგავსებულად ბოროტისა მის ნებისა მისისაი. და ვინაითგან არა ის შემთხვეულიყო მის და ჩვენ მიერ ძვირი და ესრეთ სამარადისოი ბრძოლა მიიღო ჩვენ და მომართ, ამისთვის გვამცნებს უფალი ლოცვად, ვით არმეთ, მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. არა თქვა თუ ბოროტთაგან, არამედ ბოროტისაგან, რაითა ვცნათ, ვით არმედ იგი ხოლოი არს ბოროტი და სხვაი არავინ. არამედ რაღაცა თუ შეგვემთხვიოს კაცთაგან ძვირი, იგივე არს ყოვლისავე ბოროტისა მომპოვნებელი და მოქმედი, და მისა მიმართ გვიხმს მტერობისა მოგებად, ვით არცა ყოველთა ბოროტთა მიზეზისა. ხოლო ახსენა რა ისახელი იგი მტერისაი და შეურობულ გუყნა მისთა მათ მანქანებათათვის და მრავალღონეთა ბოროტთათვის, რაითა არა უდებ ვიყვნეთ, არამედ მოვიძარე და ფრთხილ ბრძოლასა შინა მისსა. კვალად განაძლიერებს და განამტკიცებს გონებათა ჩვენთა ხსენებითა მეუფისა მის ჩვენისაითა, რომელი მარადის გუცავს და გუფარავს ჩვენ, და გვიჩვენებს, ვით არმედ იგი არს ყოველთა უძლიერესი და მისა მიმართ ვაღადებთ მონანი მისნი და ვიტყვით, რამე თუ შენი არ სუფევაი, ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ, ამენ. ხოლო ვინაითგან მისი არ სუფევაი, ძალი და დიდებაი, არა გვეშინოდის ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ ღმერთი ჩვენთანა არს და ვერ ვისხელეციფების წინააღდგომად მისდა, არამედ იგი მხოლოდ არს უფალი ყოვლისაივე. რამე თუ ოდეს გესმას, ვით არმედ, შენი არ სუფევაი, ცან თუ ბრძოლიცა იგი ჩვენი ერჩის მას.
Რაღაცა თუ წინააღმდგომად საგონებელ არს მიშვებით აღმთისაითა წუთერთ, არამედ მონაი არს იგიცა შეურაცხი და რისხოვლად განვრდომილი და ვერ ვისკადრებს ვნებად მონათ აღმთისათა, არა თუ ზეგარდამ მოეცეს მას ხელმწიფებაი. და რად ვიტყვი მონათ აღმთისათა? ვერცა თუ ღორთა ჰკადრავნებად, ვიდრემდე უფალმან არა უბრძანა, ვერცა სამწყსოთა ცხოვართა და ზროხათასა, ვიდრემდის ეცით მიეცა მას ხელმწიფებაი მათ ზედა. აც უკვე რაღაცა თუ ბევრეულითა უძლურებითა დავრდომილიყო, ნუ გეშინინ. ვინაითგან ესევით არი გაქურს მეუფე ყოვლისავე შემძლებელი, რომლისაი არ სუფევაი, ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ, ამენ. რამე თუ არა ხოლო თუ განსაცდელთა განხელე წიფების ხსნად შენ და არამედ დიდებისაცა და ბრწყინვალებისა დიდისა შემძლებელ არს მოცემად, რამე თუ ვითარცა ძლიერება იმისი დიდ არს, ეგრეთვე დიდება იმისი გამოუთქმელ არს და ყოველივე იგი საუკუნო არს და დაუსრულებელ. ესრეთ უკვე აღასრულა მოძღურებაი ესე და წესი ლოცვისაი და გუასწავა, ვითარ ჯერ არს ლოცვად, ანუ რა იგვიხმს თქვათ და განგვამტკიცნა, რა ითა მისა მიმართ ვესვიდეთ და არა გუეშინოდეს ბოროტისაგან, რომელ არს ეშმაკი, არამედ შეწევნითა მისით ამძლე ვექმნათ მას. ხოლო ვითარცა ზემო ვთქუ ვითარმედ უფრო ის ყოვლისა საძულელ არს მის და ძვირის ხსენებაი და სათნო არს ძვირო ხსენებლობაი. ამისთვის აღასრულა რა ისწავლა იგი ლოცვისაი, მე ხსეულად ამის ჯერისათვის შემოიღო სიტყვაი და თქვა. წახარებაი, უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. უკვე თუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი 6, 14, 15. თარგმანი, კვალად სახელი მამისა იახსენა, რაითა ძვირის მოხსენე თუ ვინ იყოს, შეაშინოს არაშენდობითა ცოდვათაითა, უკვე თუ მან არა შეუნდოს შეცოდებანი მოყუსისანი და შეარცხვინოს სახელისტებითა მიცსახიერისა მის მამისაითა. ვითარმცა იტყო და ვითარმედ, არა გრცხვენისა, რომელი ეგე ღირს გყავშვილ ღმრთისა წოდებათ, და აცგონება იმ ხეცისაი შეგიმოსიეს. რომელი ზეცას წოდებულ ხარ და ქვეყანისას აღზრახავ? მე მადლითა უსასყიდლოითა გყავ შენ შვილ ღმრთისა, აც თანაგაც შენცა საქმით მსგავსებად მისა, რამე თუ არ არაითა შემძლებელ არს კაცი ესრეთ მიმსგავსებად ღმრთისა, ვითა როდეს იგი შემდობელიყოს შეცოდებულთა მიმართ და ძვირო ხსენებელ მტერთა მიმართ. ვისმინოთ ესე ქრისტეს მოყვარენო, შვილნო ეკლესიისანო და გულისხმოვყოთ ვითარმედ თანამდებ არს ესე ჩვენზე და მიტევებაი შეცოდებისაი მოყვასთაი. ამისთვის ყოველნივე იგი სიტყვანი ლოცვისანი ზიარად გვიბრძანა თქუმად, მამაო ჩვენო და იყავ ნებაი შენი ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ და მომიტევენ თანანადებნი ჩვენი და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა და გვიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ყოველივე ლოცვაი ვითარცა მრავალთა მაგიერ განაწესა აღსრულებად, რაითა კაცად ყოველთავე მოყვასთა და ძმათათვის ილოცვიდეს, არა თავისათვის ისათვის ოდენ, და ესრეთ საკროლითა სიყვარულისაითა შევიკნეთ ურთიერთას, და არცა თუ კვალი რისხვისა და ძვირის ხსენებისაი იქცეოდის ჩვენ შორის. სწავლა ით ძვირო ხსენებლობისათვის და წესიერად დგომისათვის ეკლესიასა შინა. აც უკვე რაოდენისა სატანჯველისა ღირს არიან, რომელნი ესე ვითართა ამათ მცნებათა შეურაცხ ყოფენ და არა ხოლო თუ გულსა შინა ძვირსა იხსენებენ. არამედ წყევენცა მოყვასსა და ყოველსავე ბოროტსა განიზრახვენ მისთვის და ყოვლით ურთმოსწრაფე არიან ქრისტეს მიერ დადებულისა ამის რჩულისა დახსნად. რამე თუ მან დიდითა სიმტკიცითა განაწესა ესე და დიდად სათნოვიჩინა ჩვენი ურთიერთას შეერთება იცესითა მით სულიერისა სიყვარულისაითა, რამე თუ სიყვარული არს ძირი ყოველთა კეთილთაი და ესე მოგუცა მცნებად უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან.
პირველად თავისა მიერთვის ისა მოგუცა სახე მსგავსებისაი და მერმე სიტყვითაც ამ ცნებათა მისთაითა გვიბრძანა ურთიერთას სიყვარული. ხოლო ვით არ მოგუცა თავისა მიერთვის ისა სახე სიყვარულისაი. გულისხმა ყავრასა იტყვის წმიდასა სახარებასა შინა, ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი, ვით არ მეტ ძეცათვის მხოლოდ შობილი მოსცა მას. იოანეს 3:16 და კვალად იტყვის, ვით არცა მე შეგიყვარენ თქვენ, ეგრეთ თქვენცა იყვარებოდეთ ურთიერთას. იოანე 13:34, 15, 12 და ნამდვილად დიდად შემიყვარნა ჩვენ, ვიდრეღა სული თვისი დადვა ჩვენთვის უკეთურთა ამათ და განდგომილთა მონათათვის და მომიყიდნა პატიოსნითა სისხლითა თვისითა წარწმედისაგან და მონებისა მისგან ეშმაკისა, პატივსა მას მიუთხრობელსა ღირს მყნა. და 10 დღითი დღე აჩვენებს ქველის მოქმედებასათვისა ყოველთაცაზე და ზიარად და კვალად კაცად-კაცადსაცაზე და უკვე თუ გულისხმა ვყოფდეთ, რამე თუ არავინ არს ცარიელ კეთილთაგან ღმრთისათა. არამედ რომელმანცა შემოიკრიბოს გონება ითვისი და ინებოს გულისხმის ყოფად ქველის მოქმედებათა მისთა, აურაცხელნი პოვნეს სიყრმითგან მისით აღსრულებულნი მისზე და ხსნანი მრავალთა განსაცდელთაგან, მონიჭებანი კეთილთა ფრიადთანი, სულიერთაცა და ხორციელთა. და უკვე თუ ვინ უგულისხმოებით იხსენებდეს მოწევნულთაცა მისზე და განსაცდელთა და სუხარებათა სოფლიოთა მოეგენ გონებასათვისა და მოიხსენენ, თუ რაოდენსა დღითი დღე ცოდვასა შთავარდების, რაოდენ გზისგან არისხებს სახიერს ამას უფალსა და რაისათვის უცხოურჩნს. უკვე თუ იგიცა მოავლენს მცირედთა რათ მეჭირთა და განსაცდელთა საკურნებელად სცენთა მათ ცოდვისა მიერ მოწევნულთა სულსაზე და გარნა ესოდენ უგულისხმოვართ და გულფიცხელ რომელესევით არსა არ არას გულისხმა ვყოფთ, არამედ უკვე თუ რაიძნელოვანი, ანუ რაიმე ჭირი, კინა თუ განსაცდელი შეგვემთხვიოს მას ვხედავთ და ვიხსენებთ და ვდრტვინავთ, ხოლო ცოდვათა ჩვენთა, რომლითა დღითი დღე განვამწარებთ უფალსა არა ვიხსენებთ ყოვლადვე. ხოლო უკვე თუმცა ერთი სამებრდღისა ცოდვანი ჩვენი გულისხმა ვყვენით, ვით არცა ჯერე არს, მაშინცა ვცანთ, თუ რაოდენთა ბოროტთა თანამდებ ვართ და რაოდენთა განსაცდელთა და სატანჯველთა ღირს ვართ. რამე თუ თანაწარ ხვდე მრავალთა მათ და დიდთა ცოდვათა რომელნი უკვე თუ ვის უქმნიან იცნის გონებასა შინათვისა რომელ არს კაცის კლვაი, სიძვაი, ვრუშებაი და სხვანი იგი საქმენი ბილწებისანი, ანგახრებაი და მოხვეჭაი გლახაკთაგან და სხვანი მსგავსნია მათნი. ესე ვითართა ამათ თანაწარ ხვდე, კაცად-კაცადსა უკვე თუ რაი ამათგანი უძღვის, ამ ხილოს გონებამან მისმან, ხოლო მე დღითი დღედნი ესე ვთქუნე. ვინ არს ჩვენგანი, რომელი არა უდები იქნა ლოცვასა შინა? ვინ არს, რომელი არასა და აღზუავნა? ვინ არს, რომელმან არა ძვირი უზრახა ძმასათვისსა? ვინ არს, რომელმანცა არასა და შეიწყნარა ბოროტი გულის თქუმაი? ვინ არს, რომელსამცა არასა და მიეხედნეს ვნებულითა თვალითა? ვინ არს, რომელსამცა არა მოეხსენა ძვირი რაიმე მეორისაი? და ესე ყოველნი საქმენი არიან ცოდვისანი და ღირსნი სატანჯველისანი, გარნა ამის ყოვლისა და სხვათა მათ მრავალთა ცოდვათა შენდობისა მოკლე და ადვილი გზა იგვიჩვენა ჩვენ ღმერთმან, რომელსა შრომაი ყოვლადვე არ არა იაკოს. რამე თუ რაი შრომა იაკოს შენდობასა შემაწუხებელისა მოყუსისასა ბრალისა მის, რომელი აქონდეს ჩვენ და მომართ. უფრო ისად შრომაი და ჭირი და ურვაი ფრიადი აქვს არა შენდობასა და მტერობისა დამარხვასა, ხოლო განთავისუფლებასა გულის წყრომისა და რისხვისაგან ფრიადი აქვს მხიარულებაი და განსვენებაი და ფრიად ადვილარს ყოვლისავე, რომელსაც აენებოს. რამე თუ არავის უხმს ამისთვის არცა წიაღსლაი ზღვათაი, არცა სლაი გზათაი, არცა გარდასლაი მთათაი, არცა წარგებაი საფასეთაი, არცა შრომაი ხორციელი, არამედ ნებაი ოდენ სახმარარს და ყოველივე სრულარს. ხოლო უკვე თუ არა შენ ოდენ იხსენებდე ძვირსა და არა შეუნდობდე ბრალთა მოყუსისათა,
არამედ ღმერთსაც აევედრებოდი, რაითა ბოროტი უყოს მას, სადაღა გაქონდეს შენსასვება ცხოვრებისაი. რამე თუ ოდეს იგი ჯერ იყო, რაითამცა მოწყალე ჰყავ ღმერთი შენზე და ჟამსა მას ლოცვისასა, მაშინ უფრო ისად განარისხებ მას, სახე გმოსიეს მედრებელისაი და სიტყვათა აღმოიტყვე მხეცისათა, რამე თუ დიდი ბოროტი არს წევაი მოყუსისაი ლოცვასა შინა. ამისთვისცა მოციქული პავლე იტყვის ვითარმეთ, ნებავს აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის წყრომისა. შეადარე პირველი ტიმოთეს მიმართ 2:8 რამე თუ უკვე თუ ჟამსა მას ლოცვისასა ვერ ძალგიც მიტევებაი შეცოდებათა მოყუსისათა, სხვაი ოდეს მე შეუძლო? უკვე თუ ოდეს იგი შენდობისა ცოდვათა შენთა ისა გიხმდა თხოვაი, მაშინ მოყვასას წევდე, ვითარ არა განრისხნას ღმერთი შენზე და რამე თუ რჩულსა მისსა შეურაცხყოფ და მცნებათა მისთა გარდა ხდები. მან ბრძანა მიუტევო მოყვასა, რაითა მიგეტევნენ შენ ცოდვანი და შენ უფრო ისად მასვე ეტყვი, მიაგე ბოროტი მტერსა ჩემსა, ვითარ იკადრებ ამას ესე ვითარსა სიტყვასა? არა თუ დახვიწყები ეს მას სიტყვაითვისი, არა თუ არა ახსოვს რა იგი გუამცნო, ამისთვისცა თავსაზე და შენსა მოაწევ რისხვასა მისსა ესე ვითარითა მაგით ძვირის ხსენებითა. ვითარ უკვე იკადრო ზიარებად უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა მაგით გონებითა. ვითარ მოიკითხო ძმაი შენი, რომლისათვის ღმრთისა წინაშე წყევაი აღმოსთქუ? უწყოდე უკვე თუ ამას იქ მოდი, უძვირეს ხარ კაცის მკვლელთასა. არამედ ისმინეთ მორწმუნენო და ესე ვითარი ესენი სრულიად აღმოფხურათ სულთაგან ჩვენთა და ვაჩვენოთ შემაწუხებელთა მიმართ ჩვენთა წყალობაი და სრულიადი ძვირუხსენებლობაი, რაითა ვიქმნეთ მსგავს მამისა ჩვენისა ზეცათა ისა, მოვიხსენეთ ცოდვანი ჩვენი. გულისხმოვყვნეთ ბრალნი ჩვენი კეთილად, რომელნი გვიქმნიან საქმით და სიტყვით და გონებით, და ესრეთ ადვილიყოს ჩვენ და ბრალთა მოყუსისათა მიტევებად, ვითარცა ესე ჩვენ ვითხოვთ ღმრთისაგან მოტევებას ამრავალთა ამათ ცოდვათასა. უკვე თუ უდებებანი ოდენ და უწესოებანი, რომელნი გუქონა, წარვდგეთ რა ილოცვად მოვიხსენეთ, რიცხვი მათი არა იპოვოს. ვითარ შეურაცხებით და დახსნილობით ვისმენთ სიტყვათა ღმრთისათა და არცა თუ ვისმენთ, არამედ უბნობთ და ვლაღობთ და ვიცინით და გულის სიტყვათა ბოროტთა ვიგონებთ და არცა თუ ესოდენსა პატივსა ვაჩვენებთ სიტყვათა ღმრთისათა. ვითარ წიგნთა მათ მიწისაგანისა მეფისათა, რამე თუ აღმოიკითხოდის თუ წიგნი მეფისაი, თავარნი და ხელმწიფენი შიშით ისმენენ, ხოლო აქა ბრძანებანი მეუფისა მის ზეცათა ისა აღმოიკითხვიან. და ჩვენ უშიშად და უკრძალველად ვდგათ და არა გულისხმავ-ყოფთ კრებულისა მის პატიოსნებასა, რამე თუ ანგელოზნი და თავარ ანგელოზნი კაცთა თანა შემოკრბებიან გალობად უფლისა, ვითარცა იტყვის წერილი. აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, აკურთხევდით ცანი და ანგელოზნი უფლისანი უფალსა. შეადარე ფსალმუნიას 2:20-22, რამე თუ არა მცირე არიან საკვირველებანი. იგი რომელნი დღითი დღე იქადაგებიან ეკლესიასა შინა, არამედ უაღრეს ყოვლისავე გონებისა და ცნობისა, დახსნაი სიკვდილისაი, წამოტყვენ ვაი ჯოჯოხეთისაი, განთავისუფლებაი ჩვენი მონებისაგან ეშმაკისა, შეკროაი მძლავრისა მის უკეთურისაი, და ამას ყოველსა წინაის წარმეტყველნი და მოციქულნი ქადაგებენ და კვალად კეთილთა მათსა საუკუნეთა, რომელნი განმზადებულ არიან მართალთათვის და სატანჯველთა მათ, რომელნი დამარხულ არიან ცოდვილთათვის. ესე ყოველი ეკლესიასა შინა იქადაგების და ჩვენ უდებებით და დახსნილებით და გარეწარად ვისმენთ და ვითარმცა არა ჩვენ და მომართიყო სიტყვა იგი და ამასთანა სხვათა მათ ბოროტთა ჩვენთა რიცხვი ვინმე წარმოთქვას. და ამას ყოველსა ზედა უკვე თუ ძვირის ხსენება იცა და მანკიერებაი შევსწინოთ, ვინ იყოს მწყალობელ ჩვენ და, ანუ რომელი სასოებაი გვაქვნდეს ცხოვრებისაი. რამე თუ სხვათა მათ ცოდვათა ჩვენთათვის ღირს ვართ რისხვისა და ბევრეულთა სატანჯველთა, გარნა ღმერთი მრავლისა მის წყალობისა მისისათვის სულ გრძელ არს ჩვენზედა და დღითი დღე გუწყალობს,
უკვე თუ ყოლა ძვირის ხსენებისაცა გესლი იყოს ჩვენთანა, რაიღა სიტყვაი მიუგოთ უფალსა. ამისთვის გევედრები საყვარელო ბოროტი ესე გესლი წარმოსთხიოთ და გულნი ჩვენი ესე ვითართა უკეთურებისა ზრახვათაგან განვიწმიდნეთ, რაითა საწუთროიცა ესე ცხოვრება იმ მშვიდობით და ყუდროებით წარვლოთ და მირაი ვიცინეთ მას საუკუნესა. ბოლთ უფალი სახიერ და ტკბილ ჩვენ და მომართ, ვითარცა იგი ჩვენ ვექმენით მოყვასთა ჩვენთა, და რომელი იგი ვერ ვქმენით სრულიადითა ცოდვათაგან მოწყვედითა, ბოლთ ძვირუხსენებლობითა ძმათა მიმართ. რამე თუ უკვე თუ სახიერ და ძვირუხსენებელი ვიყვნეთ, სოფელსაც ამას საყვარელ ყოველთა კაცთა ვიქმნეთ და ღმერთმანცა შემიყვარნეს ჩვენ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს მყვნეს, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ლოცვა ყავთ გლახაკისა ევთვიმისთვის, წმიდანო ღმრთისანო. ესე ზემოი სიტყვაი თვით მამისა ევთვიმესია. ჩვენ კულა ვითყვით, ქრისტე ძეო ღმრთისაო, აკურთხე და ადიდე ორსავე ცხოვრებასა არა გლახაკი, არამედ დიდი და ნებისმყოფელი შენი მამა ევთვიმე და დიდებულ ყავს სული წმიდისა მამისა იოანესი. ამენ.